რუსეთს ამას არ ელოდა. როდესაც პუტინის ძალები სუმის ოლქში კიდევ ერთ შეტევას ამზადებდნენ, ზემოთ ცაში რაღაც გამოჩნდა. უხილავი და საშიში, ის რაც უკრაინამ გაგზავნა, იყო საბჭოთა ფოლადის და ამერიკული და ფრანგული ტექნოლოგიების შერწყმა. ვერაფერი მოამზადებდა ამ ვითომ დამპრობლებს იმისთვის, რაც წინ ელოდათ. სასიკვდილო დარტმამ გაანადგურა რუსული შეტევა, სანამ ის საერთოდ დაიწყებოდა. და ამ ყველაფერში იყო ირონიის ნაზი ელფერი. დარტმა განხორციელდა საბჭოთა ეპოქის პლატფორმით, რომელსაც რუსეთი ოდესღაც მოძველებულად მიიჩნევდა. უკრაინამ კი აჩვენა, რომ მოძველებულობა მხოლოდ დამკვირვებლის თვალშია. და როცა ეს დამკვირვებელი უკრაინაა, ძველი ისევ ახალად იქცევა. და ის რაც ოდესღაც უსარგებლოდ მიიჩნეოდა, ცაში სასიკვდილოდ ემონად იქცევა. ჩვენ მივდივართ სოფელ რაჟივკაში, ან უფრო სწორად იმ სუმის ოლქის სოფელთან რამდენიმე კილომეტრში, სადაც რუსი მეთაურები გეგმას აწყობდნენ. სოფელზე შეტევა უნდა დაწყებულიყო. ისეთი ძლიერი, რომ სოფელი დაეკავებინათ, ალბათ იმ განზრახვით, რომ შემდეგ პუტინის მიზნებისთვის გამოეტენებინათ სუმში. ეს უკრაინული ოლქი რუსეთისთვის ბევრს ნიშნავს. უკრაინასა და რუსეთს შორის მდებარე საზღვარზე სუმი პუტინს დიდი ხანია სურს, როგორც ადგილი, სადაც ბუფერული ზონის შექმნას შეძლებდა ეძლებდა. რუსეთი ბოლო დროს ამ ზონის შექმნას ცდილობს. როგორც 2026 წლის აპრილის UKRI ინფორმის ანგარიშში ვკითხულობთ, ქვეყნის ძალები ცდილობენ საზღვრისპირა სოფლების დაკავებას. რუსეთის იდეალურ სამყაროში რუსული ძალების უზარმაზარი ხაზი ოლქის ერთი ბოლოდან მეორემდე გაიძელებოდა. ისინი უზრუნველყოფდნენ, რომ უკრაინას აღარასოდეს შეძლებოდა ისეთი დამამცირებელი კონტრში, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მოხდა. და ამ ბუფერის არსებობის შემთხვევაში რუსეთი შეძლებდა იმ ჯარისკაცების გადაყვანას, რომლებსაც ახლა სუმის ხორცაკებში სწირავს, აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც რუსეთი ცდილობს დაიკავოს დონეცკი და საბოლოოდ მთელი დონბასის რეგიონი. მაგრამ რუსების საუკეთესო გეგმებიც ხშირად მარცხ ხდება. და როცა რუსული ძალები რაჟივკაზე შეტევისთვის ემზადებოდნენ, უკრაინას ყველა ფოლაფერი თვალთახედვაში ჰქონდა. უკრაინა აკვირდებოდა, როცა რუსეთი მოძრაობდა. შეტევითი ჯარები, დარტყმითი დრონებისა და სადაზვერვო დრონების მხარდაჭერით საზღვის მიღმა თეოკინოში იყვნენ, რომელიც კურსკის რეგიონის ნაწილია. უკრაინამ ყველაფერი რეალურ დროში დაინახა. შესაძლოა თანამგზავრული გამოსახულებების დახმარებით, რომლებიც ახლა თითქმის იმავე სისწრაფით მიეწოდება უკრაინის ძალებს, როგორც იქნება ქვეყნის საბრძოლო რეაგირების ჯაჭვი 90%-ით შემცირდა. როდესაც რუსული ძალები მოძრაობას დაიწყეს, უკრაინამ თავისი კონტრშეტევა მოამზადა. ტელეგრამის არხი მზე სუმზირა, რომელმაც დააანონსა მოსალოდნელი დარტყმა, ხსნის როგორ მოხდა ეს. მტერმა უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით სცადა თეოკინოდან რაჟივკისკენ გადაადგილება. არხის ცნობით, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა დროულად აღმოაჩინეს მტრის გადაადგილება და გილება და მიასწავლეს ავიაციას შეტევის ჯგუფებისა და უპილოტო აპარატების გამშვები მოწყობილობების დაგროვების ადგილას. უკრაინა დაელოდა, სანამ რუსი დამპრობლები შეიკრიბებოდნენ და მანერს დაიწყებდნენ. შემდეგ უკრაინამ დარტყმა მიაყენა. მაგრამ ამჯერად უკრაინამ დარტყმა არ განახორციელა საშუალო რადიუსის დრონებით, რომლებიც სხვა რეგიონებში რუსულ ლოგისტიკასა და ჯარის კონცენტრაციებს ანადგურებენ. ამჯერად ზიანი მიატენა თვითფრინავმა, რომელსაც დიდი ხანია მოძველებულად მიიჩნევდნენ. მიგოციცხრა აფრინდა ცაში. ეს თავისთავად შეიძლება პრობლემად არ ჩათვლილიყო, მაგრამ ამ კონკრეტულმა საბჭოთა ეპოქის თვითფრინავმა არანაირი სურვილი არ გამოხატა, რომ ოკუპანტების სიახლოვეს მისულიყო. ის უსაფრთხო მანძილზე დარჩა და იქიდან მან ამერიკული და ფრანგული ცეცხლის ძალის დამანგრეველი კომბინაცია გამოიყენა, რათა რუსი ჯარისკაცები გაენადგურებინა. უკრაინის MiG-29, ამერიკული წარმოების GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბები და ფრანგული წარმოების ASM Hammer-ის ბომბები გაუშვა. რუსეთმა სცადა სააერო ბომბების ჩამოგდება. მილიტარნი იუწყება, რომ ოკუპანტებმა მხოლოდ ერთ დასავლური არარზე 4 საჰაერო თავდაცვის რაკეტა გაუშვეს. ყველა ეს რაკეტა მიზანს აცდა. რუსეთს სურს, რომ ასე არ მომხდარიყო და საპასუხო დარტყმის კადრები გვაჩვენებს რატო. Sunflower-ის მიერ გავრცელებულ 22 წამიან ვიდეოში ჩანს რა საშინელი ძალა გამოავლინა უკრაინის დასალურმა იარაღმა რუსების წინააღმდეგ, რომლებიც წინსვლას ცდილობდნენ. ხედავთ რამდენიმე ძლიერ აფეთქებას, რომლებიც კვამლის უზარმაზარ სვეტებს ცაში უშვებს, ხოლო რუსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, ბრძოლას გამოეთიშნენ. ისინი ვერაფერს მიხვდნენ, სანამ უკრაინის ბომბები თითქმის მათ თავზე არ ჩამოართ. რაც შეეხება დაგეგმილ შეტევას რაჯივკაზე, ის უბრალოდ არ განხორციელდა. ეს შეუძლებელი იყო. რუსული ძალები ძალიან დაკავებულები იყვნენ უკრაინის ხაზებს უკან განხორციელებული ბრწყინვალე დარტყმის შედეგების მოგვარებით. სოფელი გადარჩა და კიდევ ერთი დღის ბრძოლას შეძლებს, ხოლო ბუფერული ზონა, რომელსაც პუტინი ასე ძალიან ითხოვს სუმიში, უნდა დაელოდოს თუ საერთოდ ოდესმე შეიქმნება. United Media-ის მიხედვით, უკრაინის საბჭოთა ფოლადისა და დასავლური ცეცხლის კომბინაციის სამიზნე იყო 1427 მოტომსროლელთა პოლკი, რომელიც ცნობილია, რომ მოქმედებს ჩრდილოეთ საზღვართან, სუმის მიმდებარედ. ამ პოლკს შერეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში ის მონაწილეობდა რუსულ ტრიუმფში, რადგან პოლკის ჯარისკაცებმა შეძლეს ვესელივკას დასახლებაში შესვლა და რუსული დროშის აღმართვა. პუტინს ეს ძალიან მოეწონებოდა. დროშის აღმართვა რუსეთის ლიდერისთვის ისეთივე კარგია, როგორც ნამდვილი გამარჯვება, რადგან ფოტოები და ვიდეოები შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის პროპაგანდის კამპანიისთვის. ამჯერად როგორც ჩანს, ოკუპაცია ნამდვილი იყო, მაგრამ ასევე ძალიან რეალურია ის არაკომპეტენტურობა, რაც ამ პოლკმა მას შემდეგ გამოავლინა.
ალბათ იმიტომ, რომ მათ ძალიან ბევრი გამოცდილი ოპერატორი დაკარგეს. 1427 პოლკს დამამცირებელი მომენტი ჰქონდა სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ რაჯივგაზე შეთრას შეეცდებოდა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ბრძანების მიღების შემდეგ 1427 პოლკის ჯარისკაცებმა აიღეს Molniya-2 დარტყმითი დრონი და მიზანში ამოიღეს. მათ დაარტყეს სამოქალაქო მანქანას გლუშკოვოში, ქოსკში. რუსეთის 1427 პოლკმა მოახერხა საკუთარ თავს სახეში დაერტყა, სანამ რაჯივგაზე შეტევას ცდიდა. უკრაინის დარტყმა ამ ჯგუფისთვის მეორე დამცირებაა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. მარილი ჭრილობაზე. უკრაინის MiG-19-მა უბრალოდ ბევრი მარილი დაკარა, რომ ყველა რუსი ლოკოკინა გაენადგურებინა. პოლკმა დაკარგა მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც რუსეთისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა. ფრონტის ხაზი რაჯივგასთან მარტის შემდეგ პრაქტიკულად უცვლელია. United 102nd Media ითხრობინება. რუსეთს სურდა ბოლოს და ბოლოს რაიმე პროგრესი მიეღო, მაგრამ წამში ყველა ეს მცდელობა ჩაიშალა, რადგან დასავლეთის ცეცხლის ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია რუსეთი ზურგში გაანადგუროს. მოდით ცოტა ხნით ამ ცეცხლის ძალაზე ვისაუბროთ. რაც უკრაინამ რუსეთზე გამოიყენა იყო GBU-39-ისა და ASM Hammer-ის კომბინაცია. ორივეს უკრაინაში გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამას კარგი მიზეზი აქვს. ესენი დამანგრეველი იარაღებია. GBU-39 არის მართვადი საბრძოლო მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა 113 კილოგრამიანი ბომბები მიეწოდოს სამიზნეებს 74 კილომეტრამდე მანძილზე. ისინი გარკვეულწილად გავს რუსეთის გლაიდ ბომბებს, თუმცა ბევრად უფრო განვითარებული. აშშ-ის საჰაერო ძალები ამბობს, რომ ერთი GBU-39 სისტემა იყენებს ინტელექტუალურ საკითხს, რომელსაც შეუძლია 4-მდე ბომბის გადატანა, რომელიც შეიძლება გაუშვან როგორც შიდა განყოფილებებიდან, ასევე გარე საკიდებიდან. ბომბები იყენებენ GPS სიგნალებს სამიზნემდე მისასვლელად და მათი გაშვება შესაძლებელია მთლიან ნებისმიერ ამინჩი, დღისით თუ ღამით. სამიზნის კოორდინატები იტვირთება GBU-39-ში, გაშვებამდე როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში. მეორე ვარიანტი პილოტებსა და მათ ეკიპაჟებს საშუალებას აძლევს რეაგირება მოახდინონ ახალ სამიზნეებზე, რომლებიც გამოჩნდება მისიის დროს. თითო ბომბის ფასი $40,000, რაც მათ იაფსა და ძლიერს ხდის. საინტერესოა, რომ უკრაინამ მოახერხა მათი გაშვება MiG-29-დან. ASM Hammer მსგავსი იარაღია. ასევე დისტანციური საბრძოლო მასალა. მისი გაშვება შესაძლებელია ყველა ამინდის პირობებში. ის მოდულურია, რაც მიანიშნებს თუ რა არის სინამდვილეში ASM Hammer. ეს იარაღი ბომბი არ არის. ეს არის ნაკრები, რომელიც შეიძლება კონფიგურირდეს და მიემაგროს სხვადასხვა ტიპის უმართავ ბომბებს, რომლებიც გარდაქმნის მათ ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალებად. საფრანგეთმა შექმნა ამ ბომბის ნაკრების ვერსიები, რომლებიც შეიძლება მიემაგროს 125, 250, 500 და 1000 კილოგრამიან ბომბებს. უკრაინას სავარაუდოდ აქვს ნაკრებები 250 კილოგრამიანი ბომბებისთვის და შესაძლოა 1000 კილოგრამიანი ბომბებისთვისაც, რადგან ეს ყველაზე პოპულარულია. ასევე არსებობს მკაფიო კავშირი მარაგებთან დაკავშირებითაც. საფრანგეთმა იკისრა ვალდებულება ყოველთვე უკრაინისთვის მიეწოდებინა 50-დან 60-მდე ასეთი ბომბის ნაკრები. და მან ახლახან უკრაინას მიანიჭა ლიცენზია, რომ თავად აწარმოოს ეს ნაკრებები. ASM Hammer-ის ბომბებს აქვთ 70 კილომეტრზე ოდნავ მეტი მოქმედობის რადიუსი, რაც დიდწილად განპირობებულია ფრთების და მყარ საწოლზე მომუშავე რაკეტის კომბინაციით, რომელიც ამ ნაკრებშია ჩაშენებული. ისინი იყენებენ GPS-ისა და ინერციული ნავიგაციის სისტემის კომბინაციას, რაც მათ აძლევს დაახლოებით 10 მეტრის წრიულ სავარაუდო ცდომილებას. Army Recognition-ის ცნობით, ეს ბომბები ძლიერად ურტყამს. ისინი სწრაფად ურტყამს და მათ იყენებენ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, ხორვატია, კატარი, მაროკო და რა თქმა უნდა, უკრაინა. ასევე როგორც GBU-39, ASM Hammer-ებიც შექმნილია დასავლური თვითმფრინავებისთვის, მათ შორის F-16-ისათვის, Rafale და Mirage 2000D და F-1 გამანადგურებელი თვითმფრინავები. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინამ ისინი MiG-29-დან გაუშვა. პასუხი იმაშია, რადგან უკრაინამ MiG-29 გადააქცია პუტინის შეჭრის დაწყების შემდეგ. ეს საბჭოთა ეპოქის გამანადგურებელი თვითმფრინავი რუსეთმა მოძველებულად მიიჩნია. ის ასე არ არის. უკრაინა ამას ამტკიცებს. მაგრამ სანამ მე წაგიხსნით, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ეს არის ის ტიპის ანალიზი, რომელიც გსურთ ნახოთ. გავწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხავთ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ. ჩვენ დაგაბრუნებთ რუსეთის შეჭრის დასაწყისში. დაახლოებით 1 თვის შემდეგ შეჭრის დაწყებიდან 2022 წლის 27 მარტს გლობალური თავდაცვის კორპუსმა დასვა კითხვა, რომელიც იმ დროს ბევრს აწუხებდა. რატომ არ გამოიყენა რუსეთმა თავისი MiG-29-ები თავდაპირველი შემოჭრის ძალის შემადგენლობაში? ეს ნამდვილად არ იყო შემთხვევა, როცა რუსეთი ცდილობდა თავისი უფრო თანამედროვე საჰაერო რესურსები შემოენახა მოგვიანებისთვის. რუსეთმა თავდაპირველი შეჭრის ეტაპებზე გამოიყენა Su-34-ები და Su-35-ები, ასევე უფრო ძველი თვითმფრინავები, როგორიცაა Su-24 და Su-25. მაგრამ MiG-29 სრულიად არ ჩანდა. ამ ნაბიჯს იმ დროს გარკვეული ლოგიკა ჰქონდა. უკრაინას თავის მხრივ საკმაოდ დიდი MiG-29-ის ფლოტი ჰქონდა, 56 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან იყო დარჩენილი. რუსეთმა ჩათვალა, რომ მსგავსი თვითმფრინავების შეტანა ბრძოლაში კარგი იდეა არ იქნებოდა. გარდა ამისა, სხვა გამანადგურებლები, რომლებიც რუსეთმა გაგზავნა, თითქოს უკეთესები იყვნენ. MiG-29 მოძველებულად ითვლებოდა რუსული სტანდარტებითაც კი, რაც წარმოუდგენელიც გია. იმეოდენობის საბჭოთა ეპოქის ტექნიკის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ასეთი უპატივცემულობა მის ძველ გამანადგურებელთან მიმართებით ასევე დაფიქსირდა. 2009 წლის თებერვლის გამოძიებაში, რომელმაც გამოავლინა, რომ რუსეთს ჰყავს დაახლოებით 200 იმ 291 MiG-29-დან.
რომლებიც გაფუჭების გამო ფრენისთვის უვარგისი იყო. ისინი უბრალოდ არსებობდნენ იმისთვის, რომ რუსეთის საჰაერო ძალების რაოდენობა გაზრდილიყო. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ეს ყველაფერი გვეუბნება თუ რას ფიქრობს რუსეთი საკუთარ გამანადგურებელ თვითმფრინავს. MiG-29 უკრაინისთვის საკმარისად კარგი არ არის. გაუმართავია. მოძველებულია. არ შეესაბამება დანიშნულებას და ნამდვილად ვერ შეედრება იმ საჰაერო ძალას, რაც რუსეთს სხვაგან აქვს. მაგრამ როგორც ამ ომში ხშირად მოხდა, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთი ცდებოდა. დააჩვენა, რომ ქვეყანა, რომელსაც რეალური ინოვაციის უნარი აქვს და მოკავშირეების მხარდაჭერაც, შეუძლია ის, რასაც რუსეთი მოძველებულ საჰაერო პლატფორმად მიიჩნევს, მნიშვნელოვან აქტივად აქციოს. უკრაინამ თავიდანვე შეჭრის დასაწყისშივე კარგად გაიაზრა თავისი MiG-29-ის მნიშვნელობა. შეგიძლიათ ითქვათ, რომ უკრაინას რეალური არჩევანი არ ჰქონდა დასავლური თვითმფრინავების ქვეყანაში შემოსვლამდე, რაც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო შეჭრა. მაგრამ ეს არგუმენტი ვერ უძლებს კრიტიკას, როცა მას 2025 წლის სექტემბრის სამხედრო ჟურნალის ანგარიში შევადარებთ, რომელმაც გამოავლინა, რომ უკრაინამ აზერბაიჯანიდან შეიძინა MiG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, რადგან კავკასიის ამ სახელმწიფომ ისინი ექსპლუატაციიდან მოხსნა. უკრაინამ ასევე მიიღო MiG-29 ტიპის თვითმფრინავები პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან ომის განმავლობაში. რაც გვიჩვენებს ერთ მნიშვნელოვან რამეს. უკრაინა ხედავს მნიშვნელობას ამ გამანადგურებელ თვითმფრინავებში, მაშინ როცა რუსეთი ამას ვერ ხედავს. ამის ნაწილი მოდის MiG-29 თვითმფრინავის მნიშვნელობიდან, როგორც საჰაერო თავდაცვის საშუალება. როგორც მილიტარნი აღნიშნავს, უკრაინა MiG-29 თვითმფრინავებს იყენებს საჰაერო თავდაცვის მისიებში ქვეყნის მასშტაბით. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს თვითმფრინავები ჯერ კიდევ შეუძლიათ დრონებისა და სხვა ჭურვების განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ MiG-29 მოძველებულია, ის მაინც საკმარისად სწრაფია, რომ ყველაზე თანამედროვე შაჰიდის ტიპის დრონებსაც კი მარტივად გადაასწროს. და საჰაერო რაკეტები, რომელთა დამაგრებაც ამ თვითმფრინავზე შესაძლებელია, წამებში გაანადგურებს ამ დრონებს ცეცხლის ალში. თუმცა ასე არ გამოუყენებია უკრაინას თავისი MiG-29-ები, სუმიდან საზღვრის გადაღმა. რაც ვიხილეთ, 1427 მოტორიზებული მსროლელთა პოლკის შეტევის ჩაშლისას იყო MiG-29-ის გამოყენება შორი დისტანციიდან მოქმედების პლატფორმად, რომელსაც შეუძლია დასავლური იარაღის გამოყენება. ეს ისე რასაც რუსეთი არასდროს ელოდა. ასევე ეს ისე რასაც რუსეთი ვერ შეძლებს საპასუხოდ. აშშ-ში და საფრანგეთი არ დაიწყებენ GBU-39-ებისა და ASM ჰამერების მიწოდებას რუსეთისთვის. ეს იარაღი უკრაინისთვისაა და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ანათებს უკრაინის გამჭრიახობა და თანამშრომლობა. უკრაინამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა ბევრი იმუშავეს, რათა MiG-29 და სხვა საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები გარდაექმნათ თვითმფრინავებად, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებს რუსეთის დასაზიანებლად. იმაში, რომ MiG-29-ებს შეუძლიათ დასავლური იარაღის გაშვება, ახალი არაფერი. უკვე 2024 წლის მაისში Army Recognition იუწყებოდა, რომ უკრაინა მოდიფიცირებული ჰქონდა MiG-29-ის გამანადგურებლები, რათა მათ დასავლური საბრძოლო მასალის მიწოდება შეძლებოდა. ისინი უკრაინის Su-24-ების და Su-27-ების მარაგებთან ერთად ისე იქნა მოდიფიცირებული, რომ შეეძლოთ აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული გარკვეული საბრძოლო მასალის გაშვება. ამის შესახებ მაშინვე იუწყებოდა ეს გამოცემა. ASM ჰამერის ბომბები, სახელწოდებითაც იყო ნახსენები, ისევე როგორც აშშ-ში წარმოებული ჯეიდამები და ბრიტანული Pavey 4 ჭკვიანი ბომბები. აშკარაა, რომ სხვა იარაღებიც დაემატა ოპერაციაში, რომელიც თითოეული საბჭოთა თვითმფრინავის ელექტრონიკის გადაკეთებას მოითხოვდა, რათა ეს თვითმფრინავები ახალ დასავლურ იარაღთან თავსებადი გამხდარიყო. უკრაინა აგრძელებს MiG-29-ების მოდერნიზაციას, რომლებიც რუსეთს მოძველებულად მიაჩნდა. 2026 წლის იანვარში Defense Express-მა გაამჟღავნა, რომ უკრაინული MiG-29-ებიც ადაპტირებული იქნა, რათა მათ ამერიკული ERAM რაკეტების გამოყენება შეძლონ. რაც ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავისი ეგრეთ წოდებული მოძველებული თვითმფრინავის ექსპლუატაციას მინიმუმ 2030 წლამდე. რა თქმა უნდა, შეტევები უნდა განხორციელდეს დისტანციიდან, მაგრამ ეს უკრაინისთვის სრულიად მისარები. ეს უბრალოდ ამტკიცებს, ამდენად ეფექტური შეიძლება იყოს MiG-29-ისა და დასავლური იარაღის შერწყმა რუსეთის წინააღმდეგ. აბა, ეხლა რას უნდა გაუმკლავდეს რუსეთი იმის გამო, რომ საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სათანადოდ ვერ შეაფასა? უბრალოდ MiG-29 თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ GBU-39-ების გამოყენება, ASM ჰამერებს და კიდევ ბევრ სხვას, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს ათეულობით კილომეტრის დაშორებით მყოფ გამაგრებულ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმები მიაკენოს. არაფერია განსაკუთრებული, ხომ ასეა? ალბათ ასე არ ფიქრობს თიოკინოს შტურმის ჯგუფი, რომელიც ახლახან გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ნამსხმევებად აქცია, მაშინ როცა მათი სამხედრო მეთაურები ამ თვითმფრინავს მოძველებულად მიიჩნევდნენ. უკრაინამ საბჭოთა ეპოქის რელიკვია ნამდვილ და საბრძოლო გამოცდილების მქონე თანამედროვე იარაღად გადააქცია. და რადგან უკრაინის MiG-29-ები სპეციალურად გადაკეთებულია შორ მანძილზე გამოყენებისთვის, რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ უკრაინელი პილოტები არ დაუშვებენ შეცდომას და არ დარჩებიან რუსეთის სააერო თავდაცვის ზონაში. ეს აღარ ხდება, ყოველ შემთხვევაში. ეხლა უკვე არა. უკრაინამ რუსეთისვე პლანირებადი ბომბების სტრატეგია მის წინააღმდეგ გამოიყენა მოძველებული პლატფორმით, რომელსაც ახლა ახალი სიცოცხლე მიეცა. მაგრამ რუსეთი მაინც იმედოვნებს რაღაცას ამ ბოლო დარტყმის შემდეგაც კი. ნამდვილად რაღაც მომენტში უკრაინას უნდა ამოეწუროს დასავლური იარაღი, რომელიც მისმა MiG-29 ახლახან გამოიყენა, ხომ ასეა? ასე შეიძლება იყოს GBU-39-ების. შემთხვევაში აშშ-ს 31 მარტის შემდეგ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება არ გაუწევია. და როგორც ჩანს, ეს მიდგომა არ შეიცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ GBU-39-ები მაინც არ წავა უკრაინაში. მაგრამ უკრაინამ ან მისმა პარტნიორებმა ისინი უნდა შეიძინონ Pearl ინიციატივის მეშვეობით და არა უსასყიდლო გადაცემით. ASM ჰამერის სიტუაცია განსხვავებულია, როგორც ადრე ვახსენეთ. ყოველ თვეში 50-დან 60-მდე ასეთი იარაღი მიეწოდება უკრაინას. და ახლა უკრაინას აქვს ლიცენზია, რომ თავად აწარმოოს ჰამერები. მალე ეს საშიში ბომბები უკრაინული საწარმოებიდან ან შესაძლოა პარტნიორი ქვეყნების ობიექტებიდან გამოვა, რათა ეს საწარმოები რუსული რაკეტების მიღმა იყოს.
თუმცა, თუ კი ეს ყველაფერი არც კი იყოს სიმართლე და უკრაინას მართლაც შეზღუდული მარაგი ჰქონდეს ამ დასავლური იარაღის, რუსეთი მაინც არ იქნებოდა დაცული დისტანციური დარტყმებისგან, რომლებიც განახლებული MiG-29-ით განხორციელდებოდა. რატომ? ერთი სიტყვა. დიუნუახისთვის შეიძლება ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ამ ერთმა სიტყვამ გაანადგურა რუსეთის ყველა იმედი, რომ უკრაინას ოდესმე გამოელეოდა მართვადი ბომბები, რომლებსაც ის იყენებდა რუსეთის ვითომ-რაჟიუკას დამპყრობლების გასანადგურებლად. ისევ როგორც სხვა უამრავი სამიზნე. ეს სიტყვა დაახლოებით ნიშნავს გამათანაბრებელს ან დამაბალანსებელს. რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უყურებს ამას უკრაინა. Rivnyu-ვაჩი იარაღია და არა უბრალოდ იარაღი. ეს არის უკრაინის პასუხი რუსეთის მართვად ბომბებზე და იარაღი, რომლის წარმოებაც უკრაინას შეეძლება, თუ დასავლური მართვადი ბომბების მარაგი რაიმე ზამო მიზეზით ამოიწურება. აშშ-ში წარმოებულ JDAM ER-ზე სამჯერ იაფიღებს. ეს გამათანაბრებელი შეიძლება მიმაგდეს 250 კილოგრამიან საბრძოლო თავზე. მომზადებას 20 წუთი ან ნაკლები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნულიდან შეიქმნა, ეს იარაღი იგივე საჭიროებას ემსახურება. რუსული სამიზნეების დასარტყმელად ხაზის მიღმა, ისეთი თვითმფრინავებით, როგორიცაა MiG-21. ეს ფაქტობრივად უკრაინის ვარიანტია პლანირებადი ბომბის. თუმცა გაუმჯობესებულია თანამედროვე დამიზნების ალგორითმებით, რომლებიც ზრდის სიზუსტეს და სავარაუდოდ გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს ელექტრონულ ომს. და შეგვაჩერეთ, თუ ეს უკვე ხსმენიათ GBU-29-სა და ASM Hammer-ის შესახებ, მაგრამ equalizer-ი შეიძლება გამოყენებული იქნას დღისითაც და ღამითაც, ნებისმიერი ამინდის პირობებში. და უკრაინა სწორედ ამას აკეთებს. 24 ივნის. United. 24. მედიამ განაცხადა, რომ equalizer-მა პირველად დაარტყა რუსული ფრონტის ხაზის პოზიციას. უკრაინამ მცირე მასშტაბით დაიწყო, მაგრამ ახალი მართვადი ბომბით სანგარს შეუტია. დიდი ალბათობით მას შემდეგ უკვე სხვა სამიზნეებზე გადავიდა, რადგან იარაღი, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია გამოვიყენოთ, SU-24 გამანადგურებლიდან, ძალიან სავარაუდოა, რომ თავსებადია უკრაინის სხვა საბჭოთა და დასავლურ გამანადგურებლებთანაც. ასე რომ არა რუსეთო, უკრაინის მართვადი ბომბებისგან შვება არ იქნება. იქნება ეს დასავლური იარაღი თუ უკრაინის საკუთარი წარმოების ბომბები, მათი დარტყმები არ შეწყვეტება. და ზუსტად ისე, როგორც ვიხილეთ წარუმატებელ რაჯივკას იერიშში, MiG-29-ები, რომლებიც თავად რუსეთს მოძველებულად მიაჩნდა, ძირითადი გამშვები პლატფორმა იქნება. მონსტრი დაებადა საბჭოთა და დასავლური ძალისა და ლითონის შერწყმა. რუსეთს პასუხი არ აქვს და ვერაფერს გააკეთებს, როცა ეს საფრთხე მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. რაც შეეხება უკრაინას, ის მუდმივად პოულობს ახალ გზებს, რომ რუსეთს ზიანი მიადენოს. და ზუსტად ეს გააკეთა მან. კიდევ ერთხელ ივლისის დასაწყისში, როდესაც ყირიმში რუსულ თვითმფრინავებზე თავდასხმა განახორციელა. მსგავსი რამ აქამდე არ გვინახავს. ამ თავდასხმაში დრონები იყო გამოყენებული. ახალი ამფიბიური შეტევა და საბრძოლო მღვინთავების გამოყენება. თუ გსურთ მეტი გაიგოთ. მაშინ ჩვენ გვაქვს idეალური ვიდეო, რომელიც გელოდებათ შემდეგ საყურებლად. და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გვინდა რომ შემოგვიესწრეთ სამხედრო შოუზე. გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო ვიდეოები. როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.